გავაგრძელებ მეგობრებო, ვეცდები ამ ვიდეოში ჩავდიო და დავასრულო. გვახსოვდეს, რომ ეს მგრძნობელობა საჩუქარია სამყაროსგან, რომელიც გონიერად უნდა გამოვიყენოთ. ახლა ჩვენ კომფორტულად გვგრძნობთ ჩვენს თავს, ისეთები როგორებიც ვართ. არ არის იმის აუცილებლობა, რომ სხვის სტანდარტებს მოვერგოთ, ვატაროთ ნიღბები, გამოვხატავთ ჩვენს აზრს მიუხედავად იმისა, მიიღებენ სხვები თუ არა. არაუხეშად და უპატივცემლად, არამედ გულიდან და გულწრფელად. თითქოს ჩვენმა ხმამ შეიძინა ბუნებრივი ძალა. ჩვენი გადაწყვეტილება ხდება უფრო მკაფიო და ცხადი. აღარ აქვს მნიშვნელობა სხვის აზრს ჩვენზე, უბრალოდ ვიცით რა არის ჩვენთვის კარგი. ეს არის თავდაჯერებულობა, რომელიც მოდის შიგნიდან. ამ ეტაპზე იცვლება ურთიერთობები. ჩვენ აღარ მოგწონს ზედაპირული ურთიერთობები, აღარ მოგწონს გარეგნული ურთიერთობები, უპირატესობას ვანიჭებთ გვყავდეს რამდენიმე ნამდვილი მეგობარი, ვიდრე ბევრი ყალბი ურთიერთობა გქონდეს. ეს არის ენერგია სიმართლის და გულწრფელობის. ეს არის სხივი, რომელიც ანათებს თავისთავად. არავის შევადაროთ თავი, ყველას თავისი გზა აქვს, თავისი დრო და თავისი დანიშნულება. ყველა გზა უნიკალურია. ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, როგორც ყვავილი, რომელსაც არ სჭირდება ვინმეს დასტური, ის უბრალოდ ასეთია. არ ვაძლევთ უფლებას სხვის აზრს, რომ მართოს ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ურთიერთობა სამყაროსთან ხდება უფრო ბუნებრივი და უფრო დინებადი. სულიერება ხდება ნაწილი ჩვენი ცხოვრების. ბუნებრივი, როგორც სუნთქვა, ეს არის მაგია სულიერი გამოღვიძების. თითქოს სახლში დავბრუნდით დიდი მოგზაურობიდან. უბრალოდ ვართ მშვიდად. ეს არის სულიერი გამოღვიძების ბოლო წერტილი. უკან ვიხედებით და ხვდებით, რომ რაც შენს ცხოვრებაში ხდებოდა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ახლა ახალი მოგზაურობა იწყება. ახლა გვაქვს ინსტრუმენტები, გვაქვს სიბრძნე, გვაქვს ხმა ურთიერთობა ჩვენს არსთან. ჩვენი ენერგია სრულიად შეიცვალა. ეს არის გააზრება იმის, რომ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ძველი შიშები ქრება, თუმცა ბოლომდე არა. ბოლო ჯერ ისევ ადამიანები ვართ, თუმცა ახლა ვიცით, როგორ უნდა მოვიგერიოთ ისინი გააზრებულად. თითქოს უკვე გვაქვს ინსტრუქცია ჩვენი ემოციების გასაკონტროლებლად. სინქრონიზაცია ხდება უფრო სუსტად და ღრმად. ვიზიდავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ვიბრაციებს ერგებიან და არ გვჭირდება ზედმეტი ახსნა განმარტებები. ყველაზე სასიამოვნო იმის გააზრებაა, რომ უკვე ძალისხმევა აღარ გვჭირდება, ყველაფერი ხდება თავისთავად. როცა ჩვენს ჰარმონიაში ვიმყოფებით ჩვენს სიმართლესთან. ეს ისეა, როგორც მცენარე, რომელიც მილტვის ზისკენ. ის ხომ არ ფიქრობს ამაზე, უბრალოდ მიჰყვება ბუნებას. ასეა ეს და იყოს ასე. ერთს დავამატებ. ამ გზაზე, ტრანსფორმაციის გზაზე, ყველაზე დიდი გასაღები არის ის, როცა ჩვენ ბრაზდებით. დავაკვირდეთ, რაზე ვბრაზდებით, რატომ ბრაზდებით. კარგად დაკვირვებით, აუცილებლად ვიპოვით პასუხს. პასუხი ყველასთვის სხვადასხვანაირი იქნება, თუმცა საერთო ერთი აქვს, ის რომ ჩვენ არ ვბრაზდებით ვიღაცაზე, ჩვენ ვბრაზდებით საკუთარ თავზე და ზუსტად მანდ არის პასუხის გასაღები. თუ არ დაგვეზარება, აუცილებლად ვიპოვით. და ერთი კიდე ყველაზე ბევრი გასაღებები, პატარ-პატარა გასაღებები ჩვენი ტრანსფორმაციისკენ აქვთ ბავშვებს. ბავშვებს დავაკვირდეთ, ყურადღებით ვიყოთ მათ სიტყვებთან და ჩვენდამი როგორი დამოკიდებულება აქვთ. ვიპოვით ყველაფერს, იმას, რაც ჩვენი განვითარებისთვის საჭიროა. მადლობა მეგობრებო, თუ მომისმინეთ ბოლომდე და ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენი ტრანსფორმაციის გზაზე.